მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი გმირი პოლიციელის ოჯახის მიმართ. თითოეულ თანამშრომელს პოლიციელს მიუსამძრო დღევანდელი დღე. ეს არის მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. მე ვიტყოდი ბექა დაიღუპა კრიმინალთა ბრძოლაში და ის არის ჩვენი ქვეყნის გმირი, მე ასე ვიტყოდი. მე აქვე მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, რომ ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ და მათ ეს ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთ ჰუმანური ნაბიჯი, მე მათ პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მისამართით. მე ამის პირობას ვუდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იქნება უმკაცრესად დასჯილი. მათი ადგილი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ არის ჩვენს შორის, ჩვენს ხალხს შორის, ასე რომ მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან. დიდი მადლობა.